ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ანალიზი იყო, რა თქმა უნდა, და მეტწილად ვეთანხმები, დავამატებ გარკვეულ დეტალებს. ერთი ნიუანსი არის, რომ რუსეთს დღეს ნამდვილად არ სჭირდება ფრონტის ხაზზე საბრძოლო მოქმედების შეჩერება, რადგანაც უპირატესობა აქვს. შედარებითი ცხადია, მაგრამ უპირატესობის პოზიციაში იმყოფება ჯერ კიდევ, სანამ ეს შეარაღების მიწოდება არის შემცირებული, ან ისეთი აქტიური არ არის, როგორიც უნდა ყოფილიყო. მეორე მომენტი არის, რომ რუსეთს უნდა თან ერთდროულად ბრძოლის ველზე მდგომარეობის დასტაბილურება, რადგანაც თუ ნახავთ მათ მოთხოვნებს, ღიად არის ეს 4 ოლქის გათავისუფლება. ხო, თქვენ რაც წაიკითხეთ, ზელენსკი რაზე ამბობს უარს, ჩვენივე ტერიტორიებს არ დავტოვებთ, რადგანაც რუსეთი ითხოვს, რომ ეს 4 ოლქი, რომელიც მე ჩავწერე, ის 4 ოლქი თავისი საზღვრებით მომეცი, იქედან გადი, რომ მე იურიდიულად რაღაცნაირად გავაფორმო, რომ შენ მე იურიდიულად ეს საზღვრები აღიარო და რომ ანუ მომავალში პრობლემა არ შეგემექმნას. მთელი არსი ჩვენ ახლა ამაზე საუბრობდით ზუსტად, რომ აქ არის ევრაზია არხის პროექტი, რომელზეც ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია, რომელიც კასპიის ზღვას აკავშირებს აზოვის ზღვასთან, რომელიც ჩინეთს და რუსეთს, მათ შორის თურქულ კავშირსაც ნაწილობრივ სჭირდება იმისთვის, რომ კასპიის ზღვა, აზოვის ზღვა და შავი ზღვა ერთ სივრცედ გახადოს და ჩინეთისთვის ეს საკვანძო არის კასპიის ზღვიდან გამოდის პირდაპირ შავ ზღვაში ჩინეთი. რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში რომ თქვა ბატონმა ივანიშვილმა თავის დროზე სამდროში ჩინელები შემოყავთ ახლა შავ ზღვაში რაც წარმოუდგენელი ამბავი არის და ამ პროცესში ჩინეთს სწორედ ეს ტერიტორიების კონტროლი სჭირდება და ის რაც რუსეთს უკვე დაიკავა თავისი პროპაგანდისტული ნარატივებით რასაც ნავაროსია და ასე შემდეგ გაწირა თავისი იქ რუსულენოვანი მოქალაქეები პირველ რიგში სწორედ ეს საკმარისია ამ არხის მშენებლობისთვის, მაგრამ პრობლემა არის იმისთვის, რომ ნებისმიერ მომენტში უკრაინას და დასავლეთს შეიძლება ამ ჩინური ევრაზია არხის ჩაკეტვა, იმით რომ უკრაინა განაახლებს საბრძოლო მოქმედების ნებისმიერ დროს, როცა ჩათქმის საჭიროს და ამით დაიბრუნებს კონტროლს. სწორედ ამიტომ რუსეთს ჭირდება ბრძოლის დასრულება ამ ოლქების საზღვრებზე და იურიდიულად გაფორმება. აი ეს თუ მოხდება, მაშინ ომი მართლაც გაჩერდება, იმიტომ რომ რუსეთს უკვე ესმის, რომ მთელი უკრაინის აღება და ასე შემდეგ ეს წარმოუდგენელია. გეგმა მინიმუმი ამ არხისთვის ჩინური დაკვეთის შესრულება რუსეთმა უკვე დაასრულა და ამ არხის მინიმალური ნაწილი შეასრულა. ეს პირდაპირ ჩვენს გვიკავშირდება, იმიტომ რომ ალტერნატივა ამ არხის არის საქართველოზე გამავალი ეგრეთ წოდებული შუა დერეფანი, მაგრამ საქართველოსთან სამწუხაროდ ძალიან ბევრი ამას პრიმიტიულად უყურებს. მხოლოდ ამათ უყურებს, როგორც ეკონომიკურ პროექტს. სინამდვილეში შუა დერეფანი, რომელიც ჩინეთის და მისი დაქვემდებარების ქვეშ ეკონომიკურად, მათ შორის და პოლიტიკურადაც თუ ცენტრალურ აზიაში ვნახავთ თურქული კავშირის პროექტი არის საქართველოს იქ უგულისხმება როგორც დიქტატურა, რომელიც იქნება ივანიშვილის კონტროლის ქვეშ და რომელიც იქნება ჩინეთის და ამ თურქული კავშირის უპირობო კონტროლის ქვეშ. შესაბამისად, ნებისმიერი დემოკრატია საქართველოში, ევროკავშირში ყოფნა საქართველოს ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა არის აპრიორი პრობლემა შუა დერეფნისთვის. ამიტომ ჩვენ ეკონომიკურ სივრცედან ცოტა უნდა გამოვიდეთ და მიხვდეთ, რომ აქ ცივილიზაციური არჩევანია. შუა დერეფანი შეიძლება რამდენიმე მილიარდის შოვნის საშუალება იყოს ქვეყნისთვის და ბევრს ეგონოს, რომ ეგ არის გამოსავალი. გამოსავალი არის ევროკავშირში ყოფნა და ამერიკასთან ყოფნა, რადგანაც იქ არის მაღალი ისეთი ტექნოლოგიები, რომელიც აუცილებლად არ ნიშნავს, რომ შენ ტრანზიტით უნდა მიიღოს შემოსავალი. საქართველოს შეუძლია, როგორც ისრაელს მაგალითად, საერთოდ ჩიხურ მდგომარეობაშიც იყოს, მაგრამ იმდენად ძლიერი იყოს, რომ უმდიდრესი იყოს, როგორც სინგაპური და ისრაელი, მაგალითად, თუ იქნება შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან. ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომ საერთოდ ციტატებს თუ დავინახავთ, ამერიკის გასვლაზე, როცა საუბარია, რამდენიმე კონტექსტი არის ხოლმე. გავა მედიატორის როლიდან და მედიატორის როლში როდის შევიდა ამერიკა? ამერიკა შევიდა მედიატორის როლში, როგორც კი პრეზიდენტი ტრამპი გახდა. ტრამპი როგორ აკეთებს? ის გავალ, ეს ჩემი ომი არ არის, ბაიდენის ომია. გასაგებია, ისე ჩანს, თითქოს არა მარტო მედიატორის, არამედ საერთოდ ეს ბოლომდე გარკვეული არ არის და ნება მიბოძეთ, რომ ეს ხედვა დაგანახოთ ახლა, რომელიც იქ ასევე იკვეთება, რომ ამ პოზიციაში შეერთებული შტატები შევიდნენ ტრამპის
პრეზიდენტობის პერიოდში და იმ მომენტში ტრამპმა რა განაცხადა, რომ მე ერთნაირი მიდგომა მექნება რუსეთის და უკრაინისადმი, ამიტომაც გაეროს რეზოლუციებზეც კი ქონდა უცნაური მიდგომა შეერთებულ შტატებს, იმიტომ რომ მე ეხლა ვარ მედიატორი. დაახლოებით შვეიცარიის როლის მორგება მოუნდა ამერიკას, რომ ორი მხარე დააბალანსოს და არ არის კონკრეტულად მხარე. თუ ეს არ გამოვა, დიდი ალბათობით შეერთებული შტატები დაბრუნდება იმ პოზიციაში, სადაც იყო. ეს კი არის კონფლიქტის მხარე ამ შემთხვევაში უკრაინასთან ერთად. ამას უკავშირდება გეოსტრატეგიული ინტერესები. ავიღოთ ეს მინერალების შესახებ შეთანხმება, ავიღოთ ევროკავშირის, სადაც მისთვის ფუნდამენტური კავშირები აქვს შეერთებულ შტატებს ევროპულ ქვეყნებთან. ცალკე გაერთიანებულ სამეფოსთან, ცალკე ევროკავშირის წევრებთან. შესაბამისად, მათი პოზიცია და ამ კოალიციის, რომელიც იქ არსებობს უკრაინასთან დაკავშირებით და ის რომ მერე ზარი იყო ასევე ევროპულ ლიდერებთან განიხილა ზელენსკისთან, მაგრამ ანგარიში ჩააბარა პრაქტიკულად გარკვეულწილად პუტინთან ზარის შემდეგ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მას აღელვებს ევროპელების ფიდბექი, პასუხი და მდგომარეობა კავშირები, იმიტომ რომ ეს უზარმაზარია ეკონომიკური კავშირების შესახებაც არის. ამერიკის სიდიადე დგას მათ შორის ევროპულ კონტინენტთან ამ ვაჭრობაზე და კოორდინაციაზე. შესაბამისად, შეერთებული შტატები დიდი ალბათობით დაბრუნდება ბაიდენის მდგომარეობას, რა თქმა უნდა, რიტორიკის დონეზე ბაიდენს დააბრალებს, რაც სჭირდება, მაგრამ არსი არის ის, რომ ახლა უკვე მიყიდის გარკვეულწილად იარაღს იმის გასვლა და ჩვენ ამაზე საუბრობ, მარკო რუბიო, რომ უკრაინისთვის პატრიოტების სისტემები ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ მოკავშირეებთან თანამშრომლობთ მიწოდებისთვის. კი ბატონო, ეს ახალი მინერალების შეთანხმებით უბრალოდ სხვანაირად გაფორმდება ფინანსური მხარე, ჩვენ ამაზე გვისაუბრია. მეორე მომენტი არის, რომ ამ შემთხვევაში ევროპულ კონტინენტზე დატვირთვა, პასუხისგებლობა გაიზრდება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის, იმიტომ რომ შეერთებულ შტატებს აქვს ინდოეთის საკითხის მოსაგვარებელი, თაივანის და სამხრეთ ჩინეთის ზღვის და მთელი მიმართულება, იაპონია, სამხრეთ კორეა, ფილიპინები, ავსტრალია, ჩინეთის შეკავება იქ, ირანთან ცალკე ამბავი აქვს, ისრაელის მხარდაჭერა ცალკე პასუხისგებლობა, საქართველოს ომქეთი კიდე ცალკე მიმართულება, ევროპული სუბიექტურობის გაზრდა არის ამერიკის ამოცანა და ამას ტრამპი თავისებურად, მაგრამ ახორციელებს იმისკენ, რომ ევროპული ეს 500 მილიონიანი მოსახლეობა, რომელიც მეტია ვიდრე შეერთებულ შტატებში და ძალიან მდიდარი ნაწილი, ხო, კაცობრიობის, გაძლიერდეს სამხედრო მიმართულებით და მინიმუმ თავის თავზე აიღოს უკრაინის საკითხი და ასევე საქართველოს ომქეთის საკითხიც, რომ ევროპული ფრონტი გიორგი საუბრობდა, რომ ამას წლები დაჭირდება ხო? ამას წლები დაჭირდება, თუმცა გერმანია ახლა ძალიან აქტიური ტემპით ჩაერთო მაგალითად ამაში, დანარჩენებიც პოლონეთი კიდევ უფრო აქტიურად უკვე დიდი ხანი არის. აქ არის ერთი მნიშვნელობა, ჩვენ ხედავთ გადალაგებას და მათ შორის იმისთვის მზადებას, რომ გლობალური ამ კონფრონტაციის ან ომისთვის შეიძლება მსოფლიო ომისთვისაც კი, სადაც დემოკრატიები და დიქტატურები ორ ბანაკად იყოფა, ევროპული ფრონტის ჩაბარება უნდათ ევროპელებისთვის, რადგანაც ჩვენ ვნახეთ, რომ არის კიდე ერთი ფრონტი ინდოეთ-პაკისტანის და აშკარად პაკისტანი ჩინეთთან ერთად არის და ინდოეთი გამოჩნდა, რომ ისრაელთან, საბერძნეთთან, შეერთებულ შტატებთან, საფრანგეთთან აქეთა ფლანგში არის, იქაც ეს კვეთა ნათელი არის. შესაბამისად, შეერთებულ შტატები მათ შორის თაივანისთვის ომისთვისაც ემზადება და სხვა ფრონტი, ანუ ჩვენ სამწუხაროდ ხედავთ მესამე მსოფლიო ომისთვის გადალაგებას და საქართველოს სად არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის ამ კონტექსტში. ან საქართველოს არის დემოკრატიების მხარეს, ან დიქტატურების მხარეს და დღესდღეობით ჩვენ მივდივართ დიქტატურების მხარეს, ივანიშვილი აქ ჩინეთის, რუსეთის და სხვა სახელმწიფოების გავლენის ქვეშ მიყავთ საქართველოს და ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, იმიტომ რომ თუ ფარდა ჩამოიკეტა აქ ამ ორ ცივილიზაციაში შორის დემოკრატიული და დიქტატურული და საქართველოს დარჩა დიქტატურის მხარეს, კატასტროფულ შედეგები უკრაინა ვერ დარჩება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. უკრაინა დემოკრატიაში რჩება. ხო, შეიძლება იყოს საფრთხე რუსეთისთვის, ამ თუ გაგრძელდეს იქ, აგერ მაგალითად ევროკავშირმა 18 პაკეტის სანქციების დაამტკიცა, ამერიკა ტრამპი მუქრებოდა კიდევ უარეს სანქციებს დავადებო, ნახოთ რა სიზამს. აი ამ რამდენად შეიძლება იქონდეს გადამწყვეტი როლი ეკონომიკურმა სანქციებმა. ეკონომიკურ სანქციებს ვერ ექნება გადამწყვეტი როლი, თუმცა ეს ჩანს აქ კიდევ ერთხელ, რომ ევროკავშირი მიდის მყარი პოზიციებით, შეერთებული შტატები ჯერ კიდევ მედიატორის როლს ინარჩუნებს, სავარაუდოდ როგორც კი მიხვდება, რომ ამ მოლაპარაკებებს არანაირი შედეგი არ აქვს და ამას თვეები დასჭირდება, იმისთვის რომ შეერთებულმა შტატებმა თქვას, რომ
ვერ გამოვიდა. არა, კვირეებია ასე თქვა ტრამპი. იყოს კვირეები, ვნახოთ, შეიძლება ცოტა მეტი. 24 საათში აპირებდა ომის დასრულებას, ანუ ამ მასშტაბით რომ წავიდეთ, შეიძლება წლებზე წავიდეთ. შესაბამისად, ნათელი იქნება რაღაც მომენტში შეერთებული შტატები დაბრუნდება ამ პოზიციაში. ეხლა თავარი კითხვა, მოდით პირდაპირ თქვოთ რა, გეოპოლიტიკური დგას იმაში, რომ ცოტა ხნის წინ 9 მაისს სინამდვილეში იქ აღლუმი კი არ იყო მთავარი. სი ძინპინის ჩასვლა და რუსეთთან ძალიან მნიშვნელოვანი ახალი შეთანხმების დადება იყო მნიშვნელოვანი. რომელშიც წერია პრაქტიკულად, რომ სამხედრო შეიარაღების მიმართულებით ჩინეთი და რუსეთი იწყებენ ძალიან მნიშვნელოვან თანამშრომლობას. ჩვენ ჩინური ტექნოლოგიების გამოყენება ვნახეთ უკვე პაკისტან-ინდოეთის ამ ომში პრაქტიკულად, რომელიც გაიმართა, სადაც ჩინეთს ახლა აქვს გარკვეული, ასე ვთქვათ, ამაღლებული განცდა საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების. დიდი ალბათობით ჩვენ ძალიან მალე ვიხილავთ ამ სამხედრო შესაძლებლობების გარკვეულ ნაწილებს აპრობირებულს უკვე რუსეთის შეიარაღებულ ძალებში და გარკვეულ დასავლურ ტექნოლოგიებს უკვე ვხედავთ უკრაინაში და ეს სავარაუდოდ მოიმატებს კიდევ ევროპელების ხარჯზე და მომავალში დაწუნებული ამერიკელების. უკრაინაც გახდება, უკრაინის ეს ფრონტიც გახდება ჩინურ დასავლური ასე ვთქვათ, ტექნოლოგიების ბრძოლის ველი, ისევე როგორც არის ინდოეთ პაკისტანის, რადგანაც როგორც აღნიშნე, ჩვენ რასაც ხედავთ, სოფლიო ომის რაც კონტურები იკვეთება, სადაც ჩვენ ხედავთ, რომ ტექნოლოგიური ცენტრი აქეთა მხარეს არის ჩინეთი, რაც არ უნდა დრონების მიმართულებით თურქეთს და თურქულ კავშირს წინსვლა ქონდეს, რუსეთს რაღაც ბალისტიკურ რაკეტების მიმართულებით, ეს ტექნოლოგიები არის მაინც შეზღუდული და არ არის იმ მასშტაბის. ერთადერთი, ვისაც აქედან შეუძლია რეალური კოსმოსური ტექნოლოგიების განვითარება, რეალური მეხუთე თაობის თვითმფრინავის განვითარება და ასე შემდეგ, ანუ ხელოვნური ინტელექტის განვითარება არის ჩინეთი. შესაბამისად, ეს ყველა ავტორიტარული ქვეყანა ეხლა ორიენტირებულია ჩინეთზე, რომ ჩინეთიდან მიიღოს ყველა ტექნოლოგია, რომელთაც უნდა შეებრძოლოს დასავლეთს და პაკისტანის შემთხვევით მე ეს ოპტიმისტური განცდა არის. ეხლა უკვე კითხვა იმაში არის, რომ რა თქმა უნდა დაიტესტოს მათ შორის მაგალითად JF ნაირსახეობის თვითმფრინავის წინააღმდეგ J10C-ის ნაირსახეობის, ან რომელიც პაკისტანში გამოჩნდა, ხო? ამის ალტერნატიული რა შეიძლება იყოს? F-35-ს როგორ შეიძლება კომუნიკაცია ამასთან? F-35-ის მიწოდება ინდოეთისთვის მოხდება? თუ მოხდება მაგალითად ამის მიწოდება უკრაინისთვის სამომავლოდ? ანუ ეს კონტურები ამ კუთხით იკვეთება და ჩვენ აუცილებლად დავინახავთ, ანუ უკრაინის ბრძოლის ველი, როგორც დაპირისპირების ცხელი წერტილი, როგორც ინდოეთ-პაკისტანის, როგორც ისრაელის წერტილი არის დაპირისპირების, არ გაქრება ნებისმიერ შემთხვევაში, იმიტომ რომ აბსოლუტურად გასაგები რომ ამ ეტაპზე სულ მცირე ყირიმის საკითხი არ მოგვარდება და აი ამ კორიდორის რაც უკვე შექმნეს. შესაბამისად, ეს იქნება იმ მომენტისთვის, როცა დაიწყება უფრო ფართომასშტაბიანი პროცესები და ჩვენ ხედავთ, რომ ორივე მხარე ემზადება გაცილებით უფრო ფართომასშტაბიანი კონფრონტაციისთვის და ომისთვის.